არა, რამდენს ბედავთ თქვენ, მანქანებით რო დადიხართ. ეს ქვეყანა თქვენი ხო არ გონიათ. დავაიხე ყველანი ავტობუსებზე გადაჭიქით. ეს ქვეყანა არის ბიზნესი და მისი ხელქვეითები. აბა თუ რა დღეში არის. мотивация არ გაქვს, მაგისი მოგცემთ ახლა. ჯარიმები, მაგიტო გაგიზარდეთ. მანქანის ჩამოყვანის უფლებასაც მაგიტო აღარ გაძლევთ. თუ კიდე არ მოგეცემათ мотивация, კიდე გაგიზდით მაგჯარი. და ბოლოს მაინც გაგაყიდინებთ მაგ მანქანებს ჯარიმების გადასახდებით. ამათ ხალხი. რა დღეში თავი ინგონი ნანაირად გვედებით ფეხებში. ეს თქვა წილოსანმა ოღონდ შელამაზებით. მაქსიმალურად უნდა გადავიყვანოთ ადამიანების საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ადამიანებს უნდა ქონდეთ რაღაცა мотивация, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. რა შეიძლება იყოს ასეთი мотивация, თუ არა ის, რომ ის ფინანსური ჯარიმა, რომელიც ფაქტია, რომ ადამიანებისთვის უფრო კომფორტულად გადასახდელი გახდა, რაღაცა კუთხით გაიზარდოს, რომ ეს იყოს მათი გადაწყვეტილების წინაპირობა, რომ მაქსიმალურად დაემორჩილონ იმ სატრანსპორტო პოლიტიკას,